კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სამშენებლო ზედამხედველობის კუთხით 2022-2025 წლებში გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე 11 კომპანიის მიმართ სავარაუდო შეთანხმებული ქმედებების ფაქტებზე მოკვლევა დაიწყო. წელს სააგენტომ ჯამში 3 მოკვლევა დაასრულა, საიდანაც ორ შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტთა მხრიდან დომინანტური მდგომარეობის, კერძოდ არასამართლიანად მაღალი ფასების გამოყენების ფაქტები დადგინდა. ეს 11 კომპანია არის კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ ზედამხედველობის სამუშაოებს სამშენებლო თუ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც სრულდება. ეს არის ძირითადად რეგიონებში რეგიონალური თვითმმართველი ერთეულების მიერ გამოცხადებული ტენდერები, სადაც აღნიშნული კომპანიები მონაწილეობენ იმისათვის, რომ შესაბამის მუნიციპალიტეტებს წარუდგინონ შესაბამის დასკვნები მათ მიერ განხორციელებულ სამშენებლო თუ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე და კიდევ ერთხელ ამბობ, ჩვენ დაახლოებით 260-მდე ტენდერის მონიტორინგი ვაწარმოებთ მოკვლევის დაწყებამდე და გამოკვეთილია რიგი ტენდერები, სადაც მონაწილეობს მხოლოდ ერთი კომპანია. ჩვენი მკვლევის მთავარი მიზანი არის სწორედ ეს, რომ გაირკვეს აქვს თუ არა ამ 11 კომპანიას შორის შესაძლო გარიგებებს ადგილი. ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით სახელმწიფო შესყიდვების მიმდინარეობას ბაზარზე. ამჯერად რეგიონული განვითარების სამინისტრო მიმართა კონკურენციის სააგენტოს სამშენებლო ზედამხედველობის კონცენტრაციის შესწავლასთან დაკავშირებით. ამ ნაწილში 2022-2025 წლებში მიმდინარე ტენდერები არის საინტერესო. შესაბამისად მოხდება მოკვლევა ბაზარზე ეკონომიკურ ოპერატორებს შორის სავარაუდო გარიგების ფაქტებთან დაკავშირებით. საბიუჯეტო სახსრების ეკონომიური და პროდუქტიული განკარგვა კვლავ პრიორიტეტულია ჩვენთვის. შესაბამისად ჩვენ განვაგრძობთ დაკვირვებას ბაზარზე სხვადასხვა CPV კოდებზე განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით. შესაბამისად მოკვლევის შედეგების მიხედვით გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.